აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოусმინეს. მინისტრმა პასუხები გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის დევნილ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები რამდენად მოერგო და დაექვემდებარა დევნილთა საჭიროებასა და მოთხოვნილებებს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნაწილში დაფინანსების ცალკეულ საკითხებს, სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და საანგარიშო პერიოდში მივლინებების საკითხს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სხდომის მსვლელობისას დამატებითი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის გათვალისწინებით ინტერპელაციის წესით დღეს მეწვეული ვიყავი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, სადაც პასუხები გავეცი დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. ასევე ვისაუბრე სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და საომავლო გეგმებს. ფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში. გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, შეკითხვები იყო ძალიან საინტერესო, ბატონმა ლევანმა ფაქტობრივად ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვაზე. გარკვეული ხარვეზები, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, არის რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა და მინისტრის საქმიანობა. მნიშვნელოვან შეკითხვებს გაეცა პასუხი, არის ზოგიერთი თემა, რომელიც საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, ეს ეხება პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების საკითხებს, ეს ეხება წარმომადგენლობითი ხარჯების საკითხებს, ეს ეხება ხელშეკრულებით აყვანილი პიროვნებების ხელფასებზე გასაცემი თანხების დის საკითხებს და რიგი სხვა მიმართულებები.